სალამ მეგობრებო, გიბრუნდებით კიდევ ერთი ეპიზოდით და ამ ეპიზოდში შევეცდებით დავადგინოთ თუ როგორი კომპიუტერის აწყობა შეიძლება 500 ლარის ბიუჯეტში დღევანდელი საქართველოში მოცემული ფასებით, როგორც მეორადები, ისევე ახლები, ბრენდულები და ასე შემდეგ, როგორც იქნება საიტებზეც, მაიმარკეტზეც და ყველგან. საინტერესო იქნება რეალურად რა შეუძლია 500 ლარის ბიუჯეტს მოგცეს კომპიუტერში, ვიდეო ბარათის გარეშე და მოკლედ გამომყევით ვიდეოს ბოლომდე და ერთად დავადგინოთ რეალურად რა შეგვიძლია რომ ვქნათ აი ამ ბიუჯეტით. დამეთანხმებით რომ ყველას არც 1000, არც 2000 და არც 3000 ლარი არ აქვს გეიმინგ კომპიუტერებისთვის და ასე შემდეგ, ან უბრალოდ სამუშაო კომპიუტერებისთვის და ამ ხრივად საინტერესო იქნება იმ ხალხისთვისაც, ვისაც ამ მომენტში საახალწლოდ ან საშემოდგომოდ უნდა კომპიუტერის ყიდვა და 500 ლარი არის ის მაქსიმალური ბიუჯეტი, რისი დახარჯვაც შეუძლია კომპიუტერზე. გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერში ვიგულისხმებთ მხოლოდ კომპიუტერის case, არ იგულისხმება აქ პერიფერია, კლავიატურები, მაუსები, მონიტორები და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ case. კარგი მეგობრებო, დავიწყოთ უშუალოდ განხილვა, თუ რა შეგვიძლია მართლა რომ ვიყიდოთ აი ამ 500 ლარად. აგერ მაქვს მომზადებული მთლად სლაიდი არა, მაგრამ PDF ფაილი არის, სადაც მიწერია რაღაც ინფორმაციები, წინასწარ რა თქმა უნდა მოვიძიე და ისევ წერ ვიდეოს, რომ რაღაცა ამ წუთას ზებნა არ დავიწყო. მოკლედ შევდგეთ საქმეს. ბიუჯეტი გვაქვს 500 ლარი, პლუს მინუს 20 ლარი, რა თქმა უნდა, ეხლა 520 იქნება თუ 480 დარწმუნებული ვარ და დაფერს არ გადაწყვიტავს, როცა 500 ლარად ყიდულობთ კომპიუტერს და სანამ უშუალოდ დავიწყებთ აი ამ ბიუჯეტზე კომპიუტერზე საუბარს, მოდი გეტყვით ძირითადად ზოგად რჩევას და ზოგად კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, როცა გადავწყვეტ საერთოდ კომპიუტერის აწყობას. იქნება ეს 500 ლარიანი, 50000 ლარიანი თუ 500 ლარიანი. და ეს არის 5 ძირითადი ვარიანტი, ძირითადი მიმართულება, რითაც შეგვიძლია რომ ჩვენ წავიდეთ. ეს არ ეხება მარტო აი ამ კომპიუტერს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ზოგადი რჩევები რა. პირველ რიგში, პირველი გზა რა გვაქვს, რომ წავიდეთ ახალი და ბრენდული ნაწილებით. ანუ ყველა ნაწილი ავარჩიოთ ბრენდებიდან, Corsair, FGA, რა ვიცი, FGA, FGA, ხო როგორიც არის, Asus-ის ROG Strix-ის პლატები და ასე შემდეგ, ანუ ხო ხვდებით რა, Lian-ის კულერები და ასე შემდეგ. და თანაც ყველაფერი უნდა იყოს ახალი და არა მეორადი. ეს არის ყველაზე ძვირიანი და პირველი ყველაზე ძვირიანი გზა, როცა ვყიდულობთ ბრენდულ და ახალ ნაწილებს. ვისაც აქვს ფული ის ყიდულობს რა 500 ლარად ეს დაივიწყეთ ეს ვარიანტი. მეორადი და ბრენდული ნაწილები. ძალიან პოპულარული ვარიანტია და ძალიან პოპულარული გზაა. ხშირად იყენებს ხალხი ამ მეთოდს. როდესაც ყიდულობენ ბრენდულ ნაწილებს, Corsair, ისევ ROG-ი ვთქვათ, ROG Strix-ის პლატები და ასე შემდეგ, EVGA-ს და Seasonic-ის კვების ბლოკები პირობითად და ტოპ ბრენდების ვიდეო ბარათები, მაგრამ ეს ყველაფერი არის მეორადი. და არ არის ახლები და ფასს საკმაოდ სერიოზულად წევს დაბლა რა. ძალიან პოპულარულია და მე ძალიან მივესალმები და ვემხრობი აი ამ მეორე გზას კომპიუტერის აწყობისას. პირდაპირ გითხრათ 500 ლარის ბიუჯეტში მეორეც უნდა დავივიწყოთ, იმიტომ რომ 500 ლარად მეორადი ნაწილები მაინც ძვირია ბრენდულები, ამიტომ გადავიდეთ მესამეზე უკვე. მესამე გზა, ახალი და არაბრენდული ნაწილები. უმეტესობა ხალხისა, განსაკუთრებით საქართველოში, აი ამ მესამე ვარიანტს ირჩევს, როცა ყიდულობენ ახალ ნაწილებს, გარანტიებზე, ასე შემდეგ მაღაზიებიდან და თან ეს ყველაფერი არის არაბრენდული, ანუ არის ისეთი ფირმები, როგორებიც არის Segotep-ი, Adata, Netaki და ასე შემდეგ, Zalman-ი შეგვიძლია ვთქვათ, Thermalright-ი და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან კარგი ვარიანტია, მართლაც სიმართლე რო გითხრათ, უბრალოდ არაბრენდულ ნაწილებთან მიმართებაში მე ცოტა ცუდი დამოკიდებულება მაქვს და მე პირადად არ ვირჩევ ხოლმე ამ გზას, მაგრამ ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის. აი 500 ლარის ბიუჯეტში შეგვიძლია რომ მაინც ვიფიქროთ ამაზე. მეოთხე ვარიანტი არის მეორადი და არაბრენდული ნაწილები, ეს ძალიან ყველაზე იაფიანი ვარიანტია რაც შეიძლება რა ვიპოვოთ. როდესაც ჩვენ ვარჩევთ ნაწილებს დავაწყობთ, იმიტომ რომ არაბრენდულები ისეც იაფია და კიდე მეორადებიდან ძალიან იაფად იყიდება რა მართლა. და ბოლო ვარიანტი არის პრებილდები. ანუ
არ ვარჩევთ ნაწილებს, ჩვენ არ ყიდულობთ არც ახლებს, არც მეორადებს, არც ბრენდულებს, არც არაბრენდულებს, პირდაპირ ვეძებთ აწყობილ სისტემებს, რომ იყიდებოდეს 500 ლარად და რაც დევს ციგნით იმას ყიდულობთ რა, ეხა იმას NetAC SSD ედება და AMD-ს ვიდეო კარტა ედება, გიგაბიტის სერია და Asus-ის ტუფის პლატა ედება, არაფერი აღარ აქვს მნიშვნელობა, 500 ლარი ადევს ფასი და ეგ არის რაც შეგნით არის რა. ჩვენი ბიუჯეტი იწურება. ესეც, მისაღები ვარიანტია, მაღაზიებიდან ნაკლებად იყიდება პრებილდები, მაინც custom-ს აწყობენ ხოლმე ან ნაწილებს ყიდულობენ, მაგრამ კერძო პირები ძალიან ბევრი ყიდიან პრებილდებს და ვისაც ხანისხან ეჩქარება ხოლმე, საკმაოდ კარგი ვარიანტებია ხოლმე დაბალ ბიუჯეტშიც კი. აი, ეს 5 ძირითადი გზა, იმედია გავიგეთ, რომ რეალურად ესეა, როგორ ხდება, ლოგიკა დაუჭირეთ და როცა ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ბიუჯეტში დააპირებთ კომპიუტერის აწყობას, აი ამ 5 გზიდან ერთ-ერთს აირჩევთ რა. შეგიძლიათ რა თქმა უნდა შეურიოთ ზოგიერთი აიღოთ მეორადი არაბრენდული, ზოგი მეორადი ბრენდული ნაწილი, ანუ შეურიოთ კიდევაც, მაგრამ აქ საუბარია ძირითად, აი დაკონკრეტებულია ძირითად ვარიანტებზე. კარგით. ეხა რა ქრო შევჯერდებით აი ამ 500 ლარის ბიუჯეტში რა გვინდა, რეალურად გვაქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე არჩევანი, პრებილდები ან არაბრენდული ნაწილები, ახლები მეორადები. პირველი და მეორე გამორიცხულია. შევჯერდით რომ ეს სამი გვინდა და შემდეგი არჩევანი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ვიდეო ბარათით თუ ვიდეო ბარათის გარეშე. სათამაშოთ თუ საოფისეთ. ხა მე ხო ვერ დავდებ თავს თქვენ ამ 500 ლარის ბიუჯეტში როგორი ბილდი გაინტერესებთ ვიდეო ბარათის თუ ვიდეო ბარათოთ, შეიძლება ერთიც იყოს, მეორეც. ამიტომ ორივე მოვიძიე, ორივე ვარიანტი და ორივეზე ვისაუბრებთ რა. როდესაც ვაწყობთ ვიდეო ბარათიანად და როდესაც ვაწყობთ ვიდეო ბარათის გარეშე. რა თქმა უნდა, ვიდეო ბარათის გარეშე უფრო ძლიერი გამოდის კომპიუტერი. შემდეგ წყაროები, სადაც შეგვიძლია ნაწილები მოვიძიოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 500 ლარის ბიუჯეტში, სადაც შეგვიძლია რომ მოვიძიოთ ნაწილები. ყველაზე ლოგიკური და ავთენტური ვარიანტი არის MyMarket-ი, ნაწილები ეფათ იყიდება საკმაოდ, ასევე Facebook Marketplace-იც გვაქვს, სადაც არის საკმაოდ კაი ვარიანტები ხოლმე, ადამიანი ფიზიკურ პირებს ეჩქარებათ ხოლმე და მალ-მალე კაი კომპიუტერებს ყიდიან. და არის კიდევ საიტები, მაგალითად, აქ ხელ ყველა არ მოვიყვანეთ, ძალიან ბევრი საიტია მეგობრებო, მოგეხსენებათ, სადაც კომპიუტერის ნაწილები იყიდება, უბრალოდ რაც მოვაფიქრეთ და პირველივე თავში ისინი ჩამოწერე, ესენია Ada Shop-ი, IT Works-ი, Atomy, PC Shop-ი და GTech-ი. კარგი საიტებია, ახლა ვერაფერს ვერ იტყვი, გამართულად მუშაობს, მაღაზიებიც ნორმალურია. ვერ დაუწუნებ ერთ სიტყვით რა. უბრალოდ აი 500 ლარის ბიუჯეტში რა იქნება, ეგ ძალიან საინტერესოა რა. აი, ეს რა არის კაცო. ხო. კაი. ესეც გავიარეთ და ხო, ნაწილების შერჩევის შემთხვევაში ბიუჯეტი. თუ გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა პრებილდი და გვინდა ჩვენ თვითონ ვიყიდოთ ნაწილები და ავაწყოთ კომპიუტერი. ამისთვის მოვამზადე საშუალო ბიუჯეტები, ვიდეო ბარათის გარეშე, რა ნაწილში რამდენი შეგვიძლია გადავიხადოთ და ვიდეო ბარათიან კომპიუტერში რა ნაწილში რა შეგვიძლია რომ გადავიხადოთ. როგორც ხედავთ, ვიდეო ბარათის გარეშე პროცესორში გვაქვს 100 ლარი, დედაპლატა 120, ოპერატიულები 60 ლარი, გაგრილება 50, შეიძლება ვიღაცას ეძვიროს ეს 50 გაგრილებაში, იმიტომ რომ 30 ლარათაც არის ქულერები, მაგრამ 100 ლარად ეგეთი სუსტი პროცესორიც აღარ მოგვივარო 30 ლარიანი გაგრილება ეყოს. ყარი დისკი რა თქმა უნდა ან SSD აქ ორივე იგულისხმება, კვების ბლოკი 50 ლარი სრულიად საკმარისი იქნება და кейსიც 50 ლარი, არ გვაქვს გართულება და პრეტენზია რაღაც ძალიან მაგარ ორი მხრიდან შუშიან და dual chamber кейსებზე. რაც შეეხება ვიდეო ბარათიან შემთხვევას, პროცესორზე გვაქვს 60 ლარი, ხო, გასაგებიცაა. დედაპლატა 80, ოპერატიულები 50, გაგრილება 30, შესაბამისად, პროცესორი თუ 60 ლარიანია, უკვე გაგრილება აღარ ჭირდება 50 ლარიანი და 30 ლარიანი შეგვიძლია ჩაუყენოთ. ყარ დისკში 80 ლარს ვეღარ მივცემთ, უნდა გადავიხადოთ 50, 60 ალბათ მაქსიმუმ. კვების ბლოკი უკვე 60 ლარიანი დაგვჭირდება, იმიტომ რომ ვიდეო ბარათს თავისი დამატებითი კვება რაღაც მაინც უნდა. იმიტომ რომ ვიდეო კარტა, кейსი 40 ლარზე ჩამოვიყვანე და ვიდეო ბარათისთვის ბიუჯეტი დავწერე 130 ლარი. აქ შეიძლება ტირეთი დავწეროთ 130, 150 ლარი. კარგი. ეს ბიუჯეტებიც გავიგეთ. აი 2 წუთი კიდე შეხედეთ, ან დააპაუზეთ და ჩამოსკროლოთ ახლა. ხო, ეხა
მე ახლა ხوار დავიწყებ საიტებზე შესვლას, მაიმარკეტზე ძებნას, ფასებით ფილტროს, ანუ უბრალოდ სისულელე გამო მეგობრებო და ძალიან ბევრ დროს წაიღებს და არც ყურებადი არ არის რა. ყურებადი კი არა, უბრალოდ ანუ არ არის სასიამოვნო შესახედი ესე საით შესვლა და მოძებნა, ხო? ანუ არაფერში არ გვარგებს ეს. ამიტომ მე წინასწარ ჩავატარე რესერჩი, 2 დღე ამ რესერჩს ვაკეთებ ნაწილებზე, რა სად რა ფასში იყიდება, ვის რა სეილი აქვს და მაგ მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადე ვარიანტები რა. და პირველი და ხო მიახლოებითი რა თქმა უნდა, ანუ ზუსტად მონაცემებს ხო ვერ დავწერთ, მიახლოებით შეიძლება რაღაც რენჯში მიმოძრაოთ ნაწილების. და პირველი კატეგორია რაც არის პრებილდები, ანუ უკვე აწყობილი კომპიუტერები ვიდეო ბარათების გარეშე. ვიდეო ბარათის გარეშე. ნუ ეს მონაცემები შეგროვებულია MyMarket-ზე და Facebook Marketplace-ზე და მინდა გითხრათ რომ აი აქ მაღაზიები რომლებიც ვახსენე, აი ეს მაღაზიები პრაქტიკულად არც ერთი ნაწილი არ ქონდათ აი ამ ბიუჯეტში და არც ერთი პრებილდი უკვე აწყობილი კომპიუტერი 500 ლარად არ ქონიათ, არც 550 ლარად რა. ამიტომ ფაქტობრივად ჩვენ მაღაზიების ვარიანტი გამოგვერიცხა. იმიტომ რომ ხო ანუ პრაქტიკულად ნაწილები არა აქვთ აი ამ ფასებში, რაც ჩვენ გვიწერია რა, არც აქეთ ხარეს, არც აქეთ ხარეს. ამიტომ ძირითადი მონაცემები აღებულია Facebook Marketplace-დან და MyMarket-დან აი ამ სიაში. დავიწყოთ პროცესორით. ნუ თუ ჩვენ ვეძებთ კომპიუტერს 500 ლარად და ვიდეო ბარათი არ გვსურს, დაახლოებით პროცესორი შეგვიძლია შევიძინოთ i5-ის მე-7 მერვე თაობა ან i3-ის მე-9 მე-10 თაობა. არის რა თქმა უნდა ახლა კიდევ ბევრი ვარიანტები შეიძლება ნახოთ, მაგრამ მე უბრალოდ ძირითადი მათგანები ამოვწერე, ძალიან თქო ამაზე არ მომედაოთ და არ დავიწყოთ რომ აი ძმა იქ რაღაცა i9 მე-7 მერვე თაობაც ვნახე და მე-9-ც და ანუ ხო შეიძლება ვიღაცას ძალიან ეჩქარებოდეს და უცებ დადოს რა კომპიუტერი 1000 ლარიანი 500 ლარად რომ ძალიან ეჩქარებოდეს, მაგრამ მე ხა გესაუბრებით ხალხის უმრავლესობას მაყურებლების, ვისაც აი ესე რომ მოუნდეს ნებისმიერ დროს წავა და აი ამ მონაცემების კომპიუტერს იყიდის. ხა ძალიან კარგი დიელი და ძალიან კარგი ვარიანტი ჩაგივარდება, რომ ძალიან ცუდი, ეგ შემთხვევის ამბავია და მაგას მე ვერ გავითვალისწინებდი აი ამ ვიდეოში რა. ამიტომ ეგეც გაითვალისწინეთ. დედაპლატას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იქნება H series, B სერია ძალიან იშვიათ შემთხვევაში და დანარჩენებზე ხო ლაპარაკი აღარ არის. ძირითადი ბრენდები Asus, ASRock და MSI გიგაბიტით შეიძლება, მაგრამ ძირითადად აი ამ ბრენდებში ტრიალებს დედაპლატის სერიები რა. რაც შეეხება ოპერატიულს, 8-დან 16 გიგაბაიტამდე მიწერია, 32 გამორიცხულია, 4-იც არ შემხედრია. ეხლა დამოკიდებულია ხარისხზე რა იგულისხმება რა. 8 გიგაბაიტი ვნახე, ნუ ცოტა კარგი ხარისხის ოპერატიული, მაგალითად G-Skill-ის, Corsair-ისაც იყო 1-2 ვარიანტი MyMarket-ზე, ხოლო რაც შეეხება 16 გიგაბაიტს იყო ძალიან სუსტი ბრენდების, იყო Netaki-ის, Adata-ს ოპერატიულები და ხო ანუ 16 გიგაბაიტს კი ჩასვავთ, მაგრამ ხარისხიც დაბალი ექნება რა. ჩემი რეკომენდაციაა რომ თუ 500 ლარის ბიუჯეტში მიდიხართ და ვიდეო ბარათს არ სვავთ, 16 ოპერატიულს დაანებოთ თავი, იმიტომ რომ თუ თქვენ ვიდეო ბარათის გარეშე მიდიხართ, შინაარშივე საოფისეთ გინდათ და საოფისეთ 800 და 16 შორის დიდი სხვაობა არ არის. რაც შეეხება გაგრილებას, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა აქაც დიდი პრეტენზია არ უნდა გქონდეს, სტოკ კულერები მოგვივა ამ ფასში Intel-ისთვის სტოკ კულერები როა გეცოდინებათ, ან შეიძლება რაღაცა Zalman-ის ან Thermalright-ის უბრალო კულერიც მოვიდეს, ჰაერის რა თქმა უნდა, წყალზე ზედმეტია ლაპარაკი. რაც შეეხება მყარი დისკს SSD-ს, გვაქვს ვარიანტები ძირით 512-იანი საერთოდ არ შემხედრია სიმართლე რო გითხრათ, 128 ან 256 გიგაბაიტი SSD-ები და დამოკიდებულია ბრენდზეც რა თქმა უნდა, ეხლა 128 გიგაბაიტიანი იქნება Kingston-ი და 256-იანი იქნება Netaki მაგალითად რა, ამაზეა საუბარი. ან 500 გიგაბაიტიანი Winchester-ებით არის ხოლმე, ტერაბაიტიანი ვარიანტიც შემხვდა 1. ხო რა, რაც შეეხება კვების ბლოკს, ნუ ხო რა თქმა უნდა, ეხლა უბრალო 400 500 ვატიანი კვების ბლოკი არამოდულარული ვიდეო ბარათის სპინების გარეშე, აი უბრალო ნაცრისფერი კვების ბლოკები რო გინახავთ, აი ეგეთი კვების ბლოკი უნდა ყველას, რომელიც ღირს 500 ლარი და არის ვიდეო ბარათის გარეშე.
და case ბოლო კომპონენტი, ну, რა თქმა უნდა, ეხლა უბრალოდ დახურული იქნება ეგზენმეტი ალაპარაკი შუშებზე და ასე შემდეგ და რაღაც capability-ებზე. შეიძლება ისეთი ბრენდებისგან ვიყიდოთ, როგორებიც არის ბიუჯეტური ზალმანი, Sirius-ი და ასე შემდეგ რა. თუ ოღონდ ეს ახლები იქნება რა, ანუ მაღაზიებში იყიდება საკმაოდ იაფად. ისედაც ეს кейსები, მაგრამ პრებილდზე როა საუბარი, შეიძლება რომ მაინც დიდი ხნის ნახმარი იყოს და რაღაც დეფექტებიც ჰქონდეს. რა იცი რომ ნაწილებს ვარჩევდეთ, ახალი кейსები საკმაოდ იაფად ზალმანისგან და Sirius-ისგან და კიდე სეგოტებისგან არის ხელმისაწვდომ ფასად. აი მოკლედ შევაჯამოთ, აი ეს მონაცემები დაახლოებით გამოდის უვიდეო ბარათო პრებილდებზე, რაც დევს დღეს მონაცემებით მარკეტზე. და გადავიდეთ შემდეგზე, როცა გვაქვს პრებილდი და ასევე ამ პრებილდს აქვს ვიდეო ბარათიც. ну, პროცესორი საკმაოდ შეგვიმცირდა ძალაში, ჩამოვიდა i5-ის მეორე მესამე თაობაზე, ან i3-ის მე-6 მე-7 თაობაზე. არ შემხედრია საერთოდ i7-ის პროცესორზე პრებილდი. დედაპლატა H სერია უკვე Asus-ის ვეღარ შევეხებით, უფრო იაფიანი პლატები, ASRock და MSI, ну იყო რამდენიმე Asus-ის ვარიანტი, მაგრამ ძალიან დაბალი ხარისხის პლატები იყო. ამიტომ ძირითადად ASRock-ზე და MSI-ზე უნდა ვიფიქროთ დედაპლატების შემთხვევაში. რაც შეეხება ოპერატიულს, იგივეა რა, ანუ 8-დან 16-მდე გამოდის ვიდეო ბარათიანზე, ოღონდ დამოკიდებულია ხარისხზე. იგივე ამას აღარ შევეხები, ბევრს აღარ ვისაუბრებ. რაც შეეხება გაგრილებას, აქაც stock cooler-ი Intel-ისგან სხვაზე არაფერზე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია უკვე და არც სჭირდება უკვე ასეთი პროცესორზე უკეთესი გაგრილება. რაც შეეხება hard disks 128 256 GB SSD იგივენაირად ბრენდზე დამოკიდებული კი მიწერია, მაგრამ თითქმის ყველა დაბალ ხარისხიანი ბრენდები იყო უკვე აქ, ნორმალური არ შემხედრია. და რაც შეეხება კვების ბლოკს, ცოტა უფრო გაიზარდა, რა თქმა უნდა, ხა ვიდეო ბარათიც რო ზის კომპიუტერში, 500 ვატიანი მაინც იყო უკვე, ან 400-იანი და ანუ 6 პინიანი კონექტორიც ჰქონდათ რა, შედარებით უფრო ძლიერი კვების ბლოკები. რაც შეეხება case, რა თქმა უნდა, უბრალოდ დახურული кейსი HP-სგან, Dell-ისგან და აიმე საოფისე ვარიანტები ჩვეულებრივად რა. რაც შეეხება ვიდეო ბარათს, მოდიოდა GTX 750 Ti, GTX 1050, RX 550 და ასე შემდეგ. ну, ძალიან ცუდი ვიდეო ბარათები არ არის, აი CS:GO-ს რო გათამაშებთ თავისუფლად ისეთი კომპიუტერი იწყობა რა, აი ამ მონაცემებით. აი ეს იყო პრებილდები, რაც მოვიძიე, საშუალო მონაცემები 500 ლარის ბიუჯეტში. ну, პლუს-მინუს 20 ლარი როგორც თქვით, ხო? აი ეს არის და ეს რა. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენ მიერ შერჩეულ ნაწილებზე. როცა პრებილდს კი არ ვეძებთ, არამედ ვყიდულობთ ჩვენ თვითონ ნაწილებს და ვაწყობთ ჩვენი ხელით. აქ უკვე სხვა ოდნავ სხვა სურათი წარმოგვიდგება. დავიწყოთ იმ ვარიანტით, როცა ჩვენ თვითონ შევარჩიეთ ნაწილები და ვიდეო ბარათის გარეშე ავაწყეთ კომპიუტერი. ну, პროცესორზე გვაქვს i5 მე-7 მე-8 თაობა, თითქმის იდენტურია და i3 მე-9 მე-10 თაობა, რაც წინა შემთხვევაში იყო პრებილდებზე. დედაპლატა უკვე B სერიის დედაპლატებიც გაგვეხსნა და H სერიიდან ცოტა უფრო კარგი ხარისხის, მაგალითად Asus Prime-ის H310 პლატები, ну ეხლა ზოგადად Prime-ი ძალიან ცუდი სერია, მაგრამ 500 ლარის ბიუჯეტში მაგარი ვარიანტია რა. H Prime 310-ზეა ძირითადად ბილდები და ასევე B სერიის რამდენიმე პლატაც შემხვდა, რაც ძალიან კარგია რა, რაც ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და მერე ავაწყოთ. ну, ბიუჯეტები ხო ვიცით, კიდე გამოვიტან ფოტოს მაგ ბიუჯეტებისას და გადახედეთ ისევ. რაც შეეხება ოპერატიულს, 8 GB დავწერე, ანუ 16 არ მოდის რა, არ არის. ესეც ცალკე 16 GB ოპერატიული არ იყიდება ჯერ ამ მოცემულობით ამ მომენტში, რომ ისეთი უხარისხო და არაბრენდული რომ ჩააყენოთ და რაღაცა რა, ამიტომ 8 GB მოდის და არის, ну, Kingston-ები იყო, Corsair-ები იყო, G-Skill-ები იყო, საკმაოდ მაღალი ხარისხის ოპერატიულები, მინდა გითხრათ, 100 წელი რო არაფერი არ მოვა და კაი პერფორმანსი რო ექნება რა. რაც შეეხება გაგრილებას, ну,
გვაქვს აქ TUI Gaming-ი, Zalman-ი, Arctic-ი, Thermalright-ი, Haier-ის კულერები. მართალია არ არის ესენი ტოპ ბრენდები და ძვირიანი ბრენდები, მაგრამ Arctic-ის გარდა Arctic-ი ძალიან მიყვარს მე უბრალოდ ჩემი ურთიერთობა მაქვს Arctic-ის ბრენდთან და ძალიან მიყვარს გამოვარჩევ. მაგრამ მაინც დაბალ ბიუჯეტი ამ ბრენდში გადის. ამ ბრენდებისგან ეხლა რა თქმა უნდა ძალიან ტოპ ხარისხის და ძალიან მაგარ თერმულ პერფორმანსს ვერ დადებს კულერები, მაგრამ საკმაოდ ლამაზები, დიდი რადიატორითაც არის, რაც შეგვიძლია რომ ვიყიდოთ ჩვენს ბიუჯეტში. რაც შეეხება მყარ დისკს, 512 გიგაბაიტიანი SSD თავისუფლად მოდის. არაბრენდული რა თქმა უნდა, ნეტაკი, ADATA და საუბარია ასეთ ბრენდებზე, ბრენდული დაივიწყეთ, Kingston-ი, რაღაცა Samsung-ი და ეგენი არ არსებობს ამ ფასად რომ მოგივიდეთ. 512 გიგაბაიტიანს ჩააყენებთ არაბრენდულს. რაც შეეხება კვების ბლოკს, იგივეა რაც პრებილდებზე იყო. უბრალოდ კვების ბლოკი მოგივა 400-დან 500-მდე არამოდულარული კარგ მდგომარეობაში. შეიძლება ახალიც კი ვიშოვოთ რა იმ ბიუჯეტში რაც გვაქვს ასეთი კვების ბლოკი ახლებიც დევს. რაც შეეხება case ახალი უბრალოდ დიზაინის ნორმალური ბრენდებისგან ან მეორადი gaming ტიპის case, ხო? ზოგადად ეხლა ჩვენ ბიუჯეტიც იქ გვიწერია 50 ლარი case-ისთვის. აი მე მაგალითად პირადად გავყიდე gaming ტიპის case-ი, ძალიან ლამაზი 40 დიფქულის case-ი 50 ლარად. მეორადი ოდნავ ნაკაწრი ქონდა, იმაზე რა ქვია, შუშაზე და იყო და ეგ რა, შეგიძლიათ რომ გააკეთოს არჩევანი, ან მეორადი gaming ტიპის case-ი აიღოთ, ან ახალი სრულად ახალი მაღაზიებში არის აი საიტები რაც მეწერა თუნდაც IT Works აქვს ძალიან დიდი არჩევანი მაგალითად ახალი უბრალოდ დიზაინის ნორმალური ბრენდისგან რა ან არაცნობილი ბრენდისგან თავისუფლად აი ესეთი ვარიანტი გამოვა ჩვენი შერჩეული ნაწილებით 500 ლარის ბიუჯეტში რაც შეეხება ვიდეო ბარათიან ვარიანტს როცა ჩვენ თვითონ ვარჩევთ ნაწილებს და პლუს ვიდეო ბარათიც გვინდა აი აქ გამოდის ასეთი სიტუაცია, შეგახედებთ, პროცესორი i5 მესამე მეოთხე თაობა, ან i7 მეორე თაობაც ვნახე, ასევე i3 მეშვიდე მერვე თაობა. აი ეს პროცესორები იყო ძირითადად იმ ფასში, რასაც ვეძებდით 60 ლარზეა საუბარი, 70 ლარზე მაქსიმუმ. დედაპლატას რაც შეეხება ყველგან, ყველა ბილდზე, ყველა ვარიანტში H61 აგდებდა რა. სხვა პრაქტიკულად არ შემხედრია 1-2-ის გარდა, მესამე მეოთხე თაობაზე რო აწყობთ, აუცილებლად H61 მოგივათ 80 ლარის ბიუჯეტში და თუ აწყეთ მეშვიდე მერვე თაობაზე აი სამის, მაშინ დიდი ალბათობით იქაც H სერიის შეიძლება 100 როკის პლატა მოგივიდეთ. ეგ ზუსტად აღარ მინახავს ახლა არც იდო რა, ეგეთი ვარიანტი. რაც შეეხება 8 გიგაბაიტ ოპერატიულს, გვაქვს ისევ 8 გიგაბაიტი ბრენდული, იგივეა, ეს არ შეცვლა და გადავიდეთ გაგრილებაზე. იქიდან გამომდინარე რომ ისევ i5-ის მესამე მეოთხე ან i7-ის მეორე თაობა გვაქვს, უბრალოდ stock cooler-ზე მივდივართ. შეიძლება ხელში ჩაგვივარდეს Zalman-ის ან Thermalright-ის, Thermaltake-ის რაიმე კულერი, მაგრამ არც ის ხარისხიანი არ იქნება და არც ისე კარგი რომ ხო რა მოკლედ გაგრილებაში ცოტა მოვიგოჭლებთ. იდეაში არ სჭირდება უბრალოდ რა, ამ პროცესორებს. რაც შეეხება მყარ დისკს, 500-დან აუცილებლად ჩამოვდივართ 256 გიგაბაიტზე, მაგრამ არ არის ძალიან დაბალი ხარისხის ბრენდები, გვაქვს Kingston-ი, Seagate-ი, რომლებიც საშუალო სეგმენტში ძალიან კარგი ვარიანტებია. Kingston ზანძვირენებიც აქვს, მაგრამ ხო, იაფიანებიც აქვს ვარიანტები. ეხლა Samsung-ი და ის არ მოგვივიდა, მაგრამ ხო, ღირს რა, Kingston და Seagate არ არის ესეთი ბრენდები, რომ უარი თქვათ მაგათ გამო. ან ხო, 500 გიგაბაიტიანი მყარი დისკი თავისთავად რა. კვების ბლოკს რაც შეეხება, ხო, აქ გვეხსნება ვარიანტები Zalman-ისგან, Thermalright-ისგან, Thermaltake-ისგან, 500-600 ვატის ფარგლებში. ეხლა არამოდულარული რა თქმა უნდა, არ არის ძალიან მაღალხარისხიანი კვების ბლოკები და რაღაცა დენს ზუსტად ვერ აიგებს შტეპსელიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ის ბიუჯეტი რაც გვაქვს, მაგისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია რომ მოვიძიოთ. რაც შეეხება case, ახალი კლასიკური დიზაინის case-ი, არაბრენდული, თავისუფლად შეგვიძლია ვიშოვოთ, როგორც გითხარით, მაგალითად, IT Works-ი და სხვა საიტებსაც ვუდევთ, თან იქნება ახალი და ხო, ნაკაწრების და ის არ ექნება რა, ლამაზად შეინარჩუნებთ. რაც შეეხება ვიდეო ბარათებს,
მოვიძიე 1050, 130, 150 ლარის ფარგლებში, GTX 750 Ti, GTX 960 GB-იანი ერთ-ერთი ძალიან ლეგენდარული ვიდეო კარტაა ეს და ასევე RX 560. დაახლოებით აი ეს ვარიანტები გექნებათ, როცა ვიდეო ბარათის შერჩევას დაიწყებთ რა. რა ვიცი, სულ ეს იყო მეგობრებო, როგორც ხედავთ, ბიუჯეტები გავწერეთ, პრებილდებზე ვიდეო ბარათით, პრებილდებზე ვიდეო ბარათის გარეშე, შერჩეულ ნაწილებზე ვიდეო ბარათით და შერჩეულ ნაწილებზე ვიდეო ბარათის გარეშე ვისაუბრეთ. თუ რამე გამომრჩა, აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ და იქ გაგცემთ პასუხს და აგიხსნით თუ რამე იყო და თუ რამე საჭირო გამომრჩა სათქმელი. იმედია მოგეწონათ ვიდეო, ზოგადი წარმოდგენა, ეხლა ჩემი მიზანი რა იყო ეხლა ამ ვიდეოთი, რომ თქვენ ზოგადი წარმოდგენა შექმნოდათ დაახლოებით რის შეძენას შეძლებთ დღესდღეობით, ეხლა არის 2025 წლის 28 ოქტომბერია, რის შეძენას შეძლებთ 500 ლარის ბიუჯეტში, გინდა პრებილდებზე, გინდა თქვენი შერჩეულ ნაწილებზე. მადლობა ყურებისთვის, მქონდა ისევ დიდი პაუზა, ძალიან ბევრი საქმეები მაქვს, რა ვქნა, როგორც კი ვიცლი, ეგრევე ვიღებ ხოლმე, დამიჩერეთ, ხო და არ დაგავიწყეთ ძალიან გთხოვთ არხის გამოწერა და ვიდეოს და ლაიქება, იმიტომ რომ ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს ეგ. მოკლედ შევხვდებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. ნახვამდის.